ხალხო, ცნობილი კონსტიტუციონალისტი და მე თუ მგიდგათ ყველა საინტერესო პრეამბულის ავტორი გახოთ ბატონი ვალერი და ეს მინდა ეს დავიკითხო, შეიძლება მოგაბეზრდეთ ხალხო თავი, მაგრამ არ შეიძლება ესეთ ამის იგნორირება. აი დაუკვირდით რა ეს ღარიბაშვილზე ახლა დიდი აზრის არასოდეს საერთოდ არ მაგვისზე. ახალი ბრალი წაუყენეს არც ეს სამთავარი საქართველოს პროკურორმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ხთამის წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ბრალდება წარუდგინა. ეს 26-12 აგვისტოს პროკურატურის გამოძიებელ თანამშრომლების სურვილით მიმართა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრის ნათესავმა. იცი ეს ისტორია ბუქტების ყოველში ხთების დილიდან ყველა არხზე მაგას გადასცემ. არ არის ეს ნორმალური ურთიერთობა ეს. თუ კი წინასწარი განზრახვა, ეს კი მთელი სისტემაა შესაძლებელი მაშინ. მთელი მთავრობა უნდა დაგვეთხოვებინა მაშინვე. აი ღარიბაშვილი როგორც იწავიდა, შესვლა გაიგო, უნდა დაგეთხოვებინა და ახალი არჩევნები ჩატარებულიყო უნდა. ძალიან ბევრი გაუგებრობაა ჩვენს ქვეყანაში ვალები და არასერიოზული მიდგომა. პრემიერ-მინისტრი აზრებს ქთავს წინასწარი შეთანხმებით. ეს უკვე ბანდა არის. ბანდა ხო ესე შავი ზოლები ესე არ მუშაობენ. ბანდა მართავს ქვეყანას ხალხო გააცნობიერეთ. ვის ხელშია ქვეყანა? მე არის შენი აზრი მაინტერესებს ეს ულუფაული პრობლემაა. პრობლემაა ბატონო და ძალიან ღრმა პოლიტიკური პრობლემაა გეუბნებით იმიტომ რომ ასორზანე პრემიერ-მინისტრია. მისი გადადგომას კი შეიძლება ადამიანელი არჩევნების მიზეზი გახდეს. მიზეზი ყველგან ეს ევროპაში ხო? ხო და აქ ვერ გავიგებ ჩვენ რა კანონები ცხოვრობთ და მე არ მესმის მოკლედ. არავინ არ იცის. ხო, ან პოლიტიკის კანონია რომ მთავრობა წავიდა, წაყვა მას მთელი პოლიტიკური გუნდი, ხო? პარლამენტი გადის ხალხს. და აქ პირიქით არის, ჩვენ არ ვიცით და ხო მთავრობა ვინ არის და პოლიტიკური გუნდი რა ფუნქცია არ ვიცით ეს ამბავი, ხო? მთავრობის თავმჯდომარე გავს ვიღაცა ჩინოვნიკს, ხო? და ეს ასე არ არის, მთავრობის თავმჯდომარე არის პირველი პირი სახელმწიფოში. ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ყველაფერზე ამ ქვეყანაში. კონსტიტუციურად ესეა, ხო? და მთავრობის თავმჯდომარე რომ დანაშაულს ჩადის, ის მთავრობა მინიმუმ დამნაშავე, მინიმუმ. თუ არ დაიჭერ, მაინც დამნაშავე. მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. იმ მთავრობიდან რომელიც ღარიბაშვილს ყავდა, შევხედოთ ერთი მდგომარეობა გვაქვს. სორი ხო. ეხლა პოლიტიკურად ვინმე პასუხი აგო? პარტია თუ აგო პასუხი ამას? რა სორი ხა. ანუ არაფერს არ აცნობ ფეხებზე კიდია. აი ის კანონზომიერებები, რასაც პოლიტიკური პროცესი მოითხოვს, ეს არის როგორი განულებული, იცი? გაუფასურებული და რატო? იმიტომ რომ არსებობს ასეთი გამოთქმა კანონი თუ სამართა. ხო, კანონი არის ქაღალდი. აი მაგალითად პავლე მოციქული ამბობდა რომ კანონი არის ბოროტება. გინდა იჯერეთ გინდა? შეზღუდვის მექანიზმია. იცი რა კანონით შეიძლება უდანაშაულ ადამიანს დაადამშვი, იმიტომ კანონი ქვია, შენ შეგიძლია ქაღალდზე დაწერო ყველაფერი აღასრულოს. ის აი იმპერატორი ნებისმიერ შეეძლო ბრძანება გამოეცა, დასაჯეთ ვიღაცა და დაჟიდენ. ეჭვ შეგეპაროს. აი ერესი ხო გახსოვთ რა ტაიფუნი იყო რა? არო აი გამოვიდა ეკლესია ბოროტების სათავეთ გაიგე უამრავი მილიონობით ადამიანი დააწვეს, ჩამოკიდეს, ჩამოახტეს, ხავი მოაჭრეს. რატო ქაღალდზე დაწერეს და იმიტომ. ანუ ქაღალდზე დაწერილია ეს კანონი მეტყვი, მაგრამ არსებობს სამართალი. სამართლიანი იყო ეს კანონი. აი ეგ არის გამოწვევა ანუ სამართლიანობა არის ადამიანური კანონი. ადამიანური, ესა კანონი ემსახურება ადამიანის ინტერესებს, ის არის სამართალი. მაგრამ თუ კანონი ლახავს ადამიანის ინტერესებს, ის უკვე კანონი კი არა ბოროტება. ავტოკრატია. ჩვენ ახლა ვართ ბოროტების სივრცეში. ასორი. ჩვენ არც ერთი კანონი სამართლიანი არ აქვს. მართა ასე მახსოვს. ყველა კანონი არის სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ ადამიანების ხარჯზე. ახლა რომ ამბობთ ახლა ჯარიმა ადამიანურია? არა ადამიანურია, ვალე 500 ლარი. მე მეუბნები რომ არ ვიცი მე საფუძველი რა არის ხო? მე არავინ არ გვიხსნის ამას, საიდან იანგარიშეს 100 ლარი ჯარიმა. 100 ლარი. საიდან არის გამოწვეული ეს ჯარიმა? ძირი რა აქვს ამას? და ეს ჯარიმა ხელფასიდან უნდა მოიხსნას თუ არ უნდა მოიხსნას? თუ ანგარიშია, თუ მაქვს საბანკო ანგარიშია, ჩამიჭერი ბატონო ბრძანდებით. მაგრამ თუ არა მაქვს, საიდან გადავიხადო?
ანუ არა ადამიანურია. უბრალოდ მარტივი ამბავი გითხარით ხო? აი მაგალითად სახელმწიფოს აქვს ასეთი მიდგომები, რომ არ შეიძლება მაღალი გირაო, როდესაც პატიმარს აქვთ ღონისძიებას უსწრებს. თუ არა მაქვს ხო, აი ეს სხვა ჩვენს არ უნდა იფიქრონ მაგაზე. ანუ მიდგომები არ არის. ანუ კანონს არ აქვს ადამიანური ფუნქციები. ჰუმანიზმის ნული და დავალებოთ ჰუმანიზმს თავკაცო ადამიანი რომ ჰუმანიზმია ის რომ არ უნდა დამაჯარიმო ხელასან ჰუმანიზმი სად არის? არის. იანგარიშები მე თუ მაქვს შემოსავალი შენი ჯარიმა ამ შემოსავალზე რა გავლენას ახდენს თუ მოსაპარად გამიშვი ამ ჯარიმის გამო ჰუმანიზმია ესა ეს არის იძულება დანაშაული ჩადდეს ასადე ამიტომ როდესაც კანონს შევიდით ქვეყანა ამ სიტუაციაზე როდესაც კანონს აქვს დაკარგული ადამიანის ინტერესების მომსახურების ფუნქცია ის არ არის სამართალი და ჩვენთან არ არის ეს სამართალი მოკლედ ვთქვათ ასე რატო? იმიტომ რომ ეს სამართლიანობა რო იყოს, პარლამენტიც იქნება. არჩევნებიც იქნება. სწორიც არის. დემოკრატიაც იქნება. კორუფციაც არ იქნება, მოდი ასე ვთქვათ. აღვირახსნელობა არ იქნება. შავი ფული არ იქნება. და ეს მინი ბანდები კიდე არ ითარეშებენ ქალაქში, ხო? ამას იწვევს, ამ ანარქიას იწვევს არაადამიანური კანონები. ესე იგი ერთი კანონის უზენაესობა გვაქვს ასეთი პრინციპი ხო ჩადებული სამართალში. მაგრამ ეს კანონი არის უზენაესად ახსასრულებელი. ჩავდოთ სამართლის უზენაესობა. ჩავწეროთ კონსტიტუციაში საქართველოს მოხდეს სამართლის უზენაესობა. ეს იმას ნიშნავს რომ კანონი უნდა ეკონდებოდა სამართლის უზენაესობა. არ დაუშვებენ მაგას. არა, ამათ კანონი მიაჩნიათ რომ შეიკრიბა 20 კაცი პარლამენტში და ვიღაცამ თქვა ახლა დაწეროთ მოაკვეთეთ თავ და მოაწერეს ხელ ეს კანონი არა ბატონო თქვენ ხალხმა აგირჩიათ. თქვენ ხალხის მანდატი გაქვთ, ხალხს რაც უნდა ის უნდა გააკეთოთ. ხალხმა გთხოვათ მიიღეთ ეგეთი კანონიო? არ უთქვიათ. არ უთქვიათ. თუ გთხოვათ გვანახეთ სად არის ეს მოთხოვნა. ამიტომ თვითნებობთ ხალხზე. რას ვარ ხა ბოროტად იღებენ ხალხის სიმანდობას. და კანონი და სამართალი რა არის დღემდე ვერ გაგიგიათ ესა რა. რა მართალი ხარ? ხო და სანამ ამ ჩარჩოებში სახელმწიფო საქმიანობა არ მოექცევა, ჩვენ მუდმივად ვიქნებით აი ამ ანარქიული რაღაცა ესეთი შერჩევითი შემთხვევების იმაზე. ახლა აი ბიზნეს როგორ გაეღვიძო, როგორ მიიწას ინფორმაციას ეს არის კანონი. ეს სერიოზულია? არა, რაც ხდება ახლა ვიღაცას იჭერენ თავამდე ეს ბიზნეს ყურამდე მისული ინფორმაციის გამო რაც არ არის მიტანილი. ახლა ბიზნეს როგორია ყველაფერიც ეგრე არ არის, იმიტომ რომ მე გამივლია დავუშვათ თანამდებობრივად რაღაცები და პირველი პირებთან ურთიერთობა ვიცი რაც არის, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაქვს თავისი ინფორმაცია, სუს მიაქვს თავისი ინფორმაცია, პარლამენტს მიაქვს თავისი ინფორმაცია, პრემიერს მიაქვს თავისი ინფორმაცია, იყრის ერთად თავს ესა და პირველი პირი ამის ანალიტიკას აკეთებს. ანუ ინფორმაციის სრულყოფა აქვს. მაგრამ ახლა აქ რა ხდება? შუშუსუს აქვს თავისი ასე ვთქვათ მოქმედების არეალი. ის გარკვეულ დიდ ნაწილს შავი ფულისას აკონტროლებს, ხო? და ამიტომ აქედან გამომდინარე არის მხოლოდ იმ ინფორმაციას დოზირებით, რაც მის ინტერესებს ჭირდება. სრული სურათი ბიზნეს არ აქვს. ხედავ, რას ვარ? ასე არის მეორე უწყებიდან. იმიტომ რომ გახსოვთ რომ მივიდა ახალი სუფროსი დაიწყო დაჭერებით არა როგორ იყო ეს ინტერესების კვეთა მოხდა. შური იზია ერთმა თანამდებობის პირმა მეორეზე. მაგრამ ისე შეფუთეს და ისე მიიტანეს ბიზნესამდე რომ აი კორუფცია ეს თუ არ ამოაშკარავეთ ჩვენ ხო ხალხს აღარ დაგვიჭერს და მოდი დავარქვათ ამას კორუფცია და როგორ არის თუ სწორად მიიტან პირველ პირთან ინფორმაციას სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ისა მაგრამ თუ არასწორად შეუფუთავ და დაუხაზავ და სხვას არ უტოვებ არავითარ გადაწყვეტილებას გარდა შეცდომისა ამ შეცდომას უშევსებია პირველი პირი ანუ თქვენ გირჩევთ მე ბატონო მეზინა თქვენ გირჩევთ გაფილტრეთ მოტანილი ინფორმაცია ყური კი არ უგდოთ დასვენებს არამედ ობიექტურად გამოიკვლიოთ ვითარება და ესეთი საუბარი მე არავისგან არ მომისმენი აი ხა შე რა სისტემაც ესე თქვა დაუხსენი ხას საოცრება ერთმა ამერიკელმა სტალინზე დაწერა ვისა ანალიზი დევს გრანდი ზუსტად იგივე არის იცი აი
სტალინს ჰქონდა ეგ სისტემა. იმიტომ რომ სადაც არის ერთპიროვნული მართლობა, ყველგან მუშაობს ეს სისტემა. ყველგან. ამან დაღუპა საბჭოთა კავშირი, ეს დაღუპა ხელისუფლება. მაგალითს გეტყვით სასაცილო შეიძლება მასშტაბი პატარა იყო, მაგრამ სისტემა იგივე იყო. მე მუშაობდი ასლან ამაშიძესთან. და სუს რომ მოქონდა ინფორმაცია, უსმენდა იმას, სუსმა როგორ აგებ ინფორმაცია და როგორ არ დავიჯერო. ერთხელ მოუტანა ესეთი ინფორმაცია, რომელიც წინადღეს გაზეთში ეწერა. კაი, კაი. გეცე ყველას. აუტანე ეს გაზეთის ნომერი და წავაკითხე. უი, პარალელურად. ეგ რაც შენ მოგიტანეს გუშინ მოთხოვე, დღეს მეთქი გუშინ ეწერა და აქ უკეწერი ეს ამბავი. წაიკითხე და მითხრა, ხო, მართლა რა მოხდავა, რა. გაუკვირდა რომ სუს როგორ მოუვიდა ხარ. სუს თავის ინტერესი. მე ვთქვი შენ სამსახური გაიკეთე მეთქი რა. ხო და იმან აკონტროლოს ორივე უწყების ინფორმაციები. და გადავიდა მაგაზე, მაგრამ ვერ გაფილტრა. ბოლომდე მაინც უსმენდა დასმენებს. დასმენებია. ხო, ამ შეიწირა, ამ სისტემამ შეიწირა. ამ სისტემამ შეიწირა შევარნაძე სხვათა შორის. ამ სისტემამ შეიწირა სააკაშვილი. კი. როგორც სააკაშვილს ვარ დაეჯერებია. თავისი თავარი ინფორმატორი იმისთვის, რა ქვია, ზოგიერთი მინისტრისთვის, ხო არ მოუხდებოდა, მაგრამ ეხლა ნანობს გვიანია, იმიტომ რომ თავის დროზე მართვის მეთოდოლოგია იყო არასწორი, ესე იგი, ეყრდნობოდი შენ სანდო ადამიანებს და ისინი გატყუებდნენ, უბრალოდ გატყუებდნენ, იმიტომ რომ მათ ინტერესებში იყო ეს ტყუილი. ეხლა წარმოიდგინეთ თბილისში არის ამბობენ, თბილისში არის 100-მდე კოლ-ცენტრი. სასწაული. დაყოფილია სფეროებად, გამიგე? აღარ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოდი ბიზნესთან არ მივტავთ, არც სუსმა ინფორმაცია, არც შესასწორი. ჩვენ მივუტანოთ. ხო, რაც საჭიროა იმაზე, რაც არ გვაწყობს და რომელიღაცა გვიღაცა ფეხებში გვებლანდება, იმაზე მივიტანოთ, გამიგე? ხო და როცა ასეთი მართლობის წესია შესწომა შევა, ისიც ხო? აფეთქებს აი ესეთი აი უსისტემობა აფეთქებს ნებისმიერ ხელისუფლებას. ეს სერიოზულად პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მე ვიცი რომ არ არის კორუფციაში გარეული. მე ვიცი. ანუ მორალურად მას გარკვეული სიმაღლე აქვს პოზიციების. მაგრამ ის ვინც ბიზნეს მინისტრები არიან, მათთან შედარებით წმინდანია, მათთან შედარებით. ანუ მას ყოველთვის ექნება იმის უფლება და საშუალება გასროლი მინისტრი მოახსნევინოს ბიზნესს. და უმტკიცებს რომ დამნაშავე გაუშვი. მაგრამ ერთ-ერთი მინისტრი ვერ გაბედას იგივეს გობახიძეზე, იმიტომ არ აქვს ფაქტები. თუმცა დარწმუნებული ვარ, ბოროტ ინფორმაციები იქნება მიტანილი. დატყვილი. სულ შეუძლია მაგალითად მე ხო უყურებდი ჩემ გამლის ცხოვრებაში, რომ სულ შეუძლია დადოს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გამოგონილი ინფორმაცია. შეუძლია ეს. ერთხელ ერთ საქმე მქონდა, ეს გეუბნე ერთ 15 წლის ამბავს, ხო? ვიცავდი ერთ ადამიანს, უცხოელი ქონოს მოქალაქე იყო ნარკოტიკების და აღმოაჩინა ეგ დარღვევები. აღმოაჩინა. და პროკურორი იყო შოთაძე. უი, რას ვლაპარაკობ. ხო და მოვითხოვე, მასთან აუდიენციაში შევედი და უთხარი, რომ აი ესეთ დარღვევებია და მე მეუთხარ, ნუ მიმოყვანიებთ ამ პროცესს ბოლომდე, იმიტომ რომ ფინალი ამას გამართლება იქნება მეთქი და იქნება რაღაცა შეუთაყდა არ გამართლონ ეს კაცი მეუთხარი იმის გამო რომ ჩემი ქოლის მოქალაქე არა ჯერ და მე მეორე სახსარგებელი აქვს სახელმწიფოს ამაში. პირველი ბიუჯეტო მიიღო სარგებელი მე. და მე შეისწავლა საქმე. ჩვენზე არ იყო ცუდები და ამერიკამ და მოდი შევხვდეთო მე თქო შევხვდი. ხო რაღაცები სწორი ხარო ეგ რაღაცებშიო და მოდი შევთანხმდეთო რა ესეთ თანხაზე რომ ის გადახდის თავი აქვს რა. და ვერ გადაიხადა ამ კაცმა. უბრალოდ შვილები არ გადაუხადეს, მოსიმართლეა. შვილები მამა მოგდეს იღეს რომ სასამართლო გაამართლა ეს კაცი. კარგი სვლა გაუკეთებია. ხო და ახლა სუსმა რა გა? სუსმა დაწერა. მოხსენებით ბარათი პრემიერის სახელზე, რომ ჩვენ კი გამოვლენეთ ეს დანაშაული, მაგრამ გელბახიანმა მოსამართლეს გადაუხადა 75,000. აი არ და თვითონ აიღო 100,000. რა დებილები არიან. მე ამერიკა შოთაძემ მეცხრა ერთი 5 წუთი ამოდი ჩემთან ავედი. მეცხრა მე ვარ მწოდნო და ხო დავიჯერებდი. დაიჯერებდა კი. მიუტან იმასაც ხომ მიუტანეს ეს დაუდეს. აი დასაჭერია ძმაო. ამდენი ფულია გაღებული. არა და მან იცოდა დეტალები. ახლა იმას რომ დაეჯერებია, შეიძლება დავეჭირეთ, არ იყო გამორიცხული, მაგრამ ხო ტყუილზე მიჯერდნენ. ეს სუსის ინფორმაცია ხო იყო?
ეს სუსიც საერთოდ აბსტრაქტული კანტორაა რაღაცა გაუგებარი. ამიტომ რამდენი ასეთი ინფორმაცია შედის ბიძინა ივანიშვილთან. კიდე ჩემი ხელით ხوار შედის უსაფრთხოების სამსახური თავისივე სამსახურების ხელით. ვიღაცის გაუბედურება უნდა დაწერენ ამ სიყალბეებს, გამიგე? მიაკრავენ ესეთ ნაძვის ხესავეთ ნებისმიერ ცრუ ინფორმაციას, ნაძვის ხეზე რომ ჩამოკიდებენ სათამაშოებს ისე, არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ბრალდებას, კავშირიც კი არ აქვს ვინმესთან და იჭერენ ამ ხალხს. აი ზუსტად ეს იმ ამერიკელმა ისეთი ჭკვიანური ახსნა გაუგია რასაც შენ ახლა ყვები, ამას ყვება ის ამერიკელი. საოცარი ჯიგნია 700 გვერდიანი ვალერი, აი ეს ანატომია, იცი, ავტოკრატიისა ეს ყოფილა. და ნებისმიერი ანგელოზი რომ დამჯდარიყო სტალინის ადგილას იგივეს გააკეთებდა. იგივეს აკეთებს ბიზნესს. კი არის სოფლის ცნობილი ადამიანი ნობელის პრემიის ლაურეატი ადამიანის ბუნების დაცვის ხაზით და მას აქ საოცარი სკელი წიგნია გამოცემული. რას იწყებს იცი? რო იწყებს შესავალს წიგნისაც წერს რომ ანგელოზები რომ ჩამოფრინდნენ ციდან და დანიშნო ამ ტიპის სახელმწიფოში ისინიც ერთ თვეში გახდებიან კორუმპირებულები. აი ჩვენს იგივე სისტემა გვაქვს, ვალერია, ტოტალიტარიზმი, აშკარად აი ინფექციური დაავადებაა, როგორც ჩანს, აი 19 მილიონს რო იპარავს თავდაცვის მინისტრ პრემიერ-მინისტრს უყობს შუაზე. ეს ხო გარყვნილობა, ეს არის აი ეხლა მე არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, მე ადვოკატი ვარ და ვერავის წინასწარ ბრალს ვერ დავდებ. იმიტომ რომ ასეთი ინფორმაციები ხშირად არ დასტურდება ბატონო. მართლა? იმიტომ მას აქ კიდე მეორე მხარე ხო მტკიცებულებითი მხარე. როდის ხო ქრთამი მონაყოლით მტკიცდებოდა. ქრთამი მონაყოლით მტკიცებულება არა აქვს თამარ? ქრთამი ფაქტი თუ არა არის, რანაირად მტკიცებულება. რა ვიცი, აბა რატო უმატებენ ახლა? ახლა ბრალს კი წაუყენებენ, მაგრამ დამტკიცება ხო უნდა ამას. მაშინ პროკურატურა თლიანად უნდა გადადეს. არა, რატო პროკურორი რო ვიყავ, მეც ვიყავ ხო ბრამდებელი ერთ პერიოდი ხო? როგორ ახლა მე მქონდა დისკრეცია იმისა, რომ თუ დავინახავდი რომელიმე დანაშაულის ნიშანს, ეს ბრალი წამეყენებია, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ დადასტურებული მქონდა. ეს და დადასტურდეს სასამართლო პროკურატურას ვერ შეედავებ მაგაზე. რატომ არის ეს ბრალდება? ეს მისი ვალდებულებაა, რომ ბრალი დასდოს ნებისმიერ საეჭვო გარემოებაზეც, მაგრამ მე უნდა დაამტკიცოს სასამართლო. თუ ვერ წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს განაჩენს ამ ნაწილში, მაშინ არ გამოვა განაჩენი იმ ნაწილში, იმიტომ რომ ახლა მე ვერ ვიტყვი თლიანად მთელი სასამართლოები გარკვეული და გაფუჭებულია, მაგრამ ამასთან ახლა სულად როგორ გითხრა მოულოდნელად ვერ ვიტყვი, მაგრამ ისეთმა კაცმა გამოიტანა გამართლებელი განაჩენი მოსამართლე რომელსაც ცხოვრებაში არ აქვს გამოტანილი განაჩენი, მაგრამ ვერ დადგა ფაქტის წინაშე რა უნდა იქნება. იმდენად ბევრი მტკიცება. იმდენად, აი როგორ არსებობს სტანდარტი ბატონო და ერთხელ თქვა ილაპარაკა ამაზე თვითონ დღევანდელმა პრემიერმა, რომ ამ სტანდარტს ღერც ვერავინ ვერ აულის. ახლა შენ რო ნარკოტიკის ან იარაღის თემაზე გინდა ადამიანის დაჭერა, აგერ სტანდარტია, უნდა გადავიღო ვიდეო ამ შემთხვევას და უნდა ყავდეს ორი ნეიტრალური მოწვევა. თუ ეს არ აქვს სტანდარტი გეუბნები რომ გაუშვი. ამას ვეღარავინ შეცურს, იმიტომ რომ არსებობს კანონი, არსებობს სასამართლო პრაქტიკა და რაც არ უნდა მოინდომოს ნებისმიერ რიგით მოსამართლე თავის თავს დაუწყებს ბრძოლას ამით მეც ვერაფერს. ამიტომ როდესაც იცი რომ გარკვეულის დანაშაულების მიმართ შექმნილია მყარი კონსტიტუციური გარანტიებით მყარი სტანდარტი, იქ ესეთი შეთითქმული ბრალდებები ვერ გამოვა. მაგრამ არის სხვა სფეროები დანაშაული, სადაც რო შეთითხნი, გადის რიხი-რიხინით განაჩენები გაიგე. იმიტომ იქ არ არის მოთხოვნა, როგორ დაიცვას დანაშაული ადამიანმა თავი. აქ არის ეს მოთხოვნა, გაიგე. არის ბევრი რაღაცის შეცვლა შეუძლია ამ უბედურ ხელისუფლებას, მაგრამ რაფერს არ აცვლია. არ არის ეს ნორმალური, ეხლა ბატონო დავით, რაფერს შეცვალო, როგორ შეცვალო? რატო არც ერთი ძალისმიერი მინისტრი არ შეეცდება არასოდეს გაახუმანუროს კანონი. არასოდეს არ შეეცდება. ის ყოველწინააღმდეგობას გაგიწყდა. მე მახსოვს ამინისტიებს პარლამენტი ღებულობდა. ქვეშდა იქა მინისტრები. შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურორი, ეს დანაშაულზე არა, ამ დანაშაულზე არა, იმ დანაშაულზე არა. ვინ გეკითხება შენ სასამართლო მიუსაჯა ხო? უფლება აქვს კი, მაგრამ უფლება აქვს. ბრძოლა მიდის. ესე იგი დასწრება. ნახე ახლანდელი ბოლოდროინდელი ამინისტიები, უბედურობა ის ამინისტია არ არის, ეს არის ქაღალდის სამარცხინო ხო?
იმიტომ რომ იქ ეუბნება ეს არ ჩაწერო, ის არ ჩაწერო, ამას არ შეეხოს, იმას არ შეეხოს, იმას თუ არაფერს არ ეხება რაღაცა მინისტრია. უფლება აქვს მინისტრ პარლამენტის წევრს კომისიაზე უთხრას რომ აი ეს არ შეეხო ამას. ახლა კურიოზ გეტყვით, ბოლო ამინისტია რო იყო 22-ში იყო 23-ში ხო? ეს შეეხო 2004 წლამდე ჩადენილი ყველა დანაშაულიდან განთავისუფლდა პასუხისმგებლობიდან ყველა პირი. ახლა ვიზე იყო 2004 წელს თუ საქართველოში იყო ეს პირი დანაშაული ჩადენილი, ციხეში უნდა ყოფილიყო, ხო? ან გარეთ უნდა ყოფილიყო ციხიდან გამოსული. შარშანდელი ძელობა. თუ არა და მაშინ ეხებოდა ემიგრანტებს, ვინც მოასწრო წასვლა აქედან მე აღიძრა საქმე, ხო? მაგრამ რა ჩაიწერა საქართველოში უნდა ჩამოვიდესო. ბრა გამოცხადდესო. ჯურაის ამინისტია თქვენ ხო ნორმალურად თუ ხართ. ამინისტია ნიშნავს იმას რომ გამოცხადების მომენტიდან ის თავისუფალია. ახლა რეკავენ უცხოეთიდან ემიგრანტები მე ხება თუ არა მე? ჩამოდი და შეგეხება უნდა ჩავსვა კი კაცო 1-2 თვე ჩაჟდები. სანამ სასამართლოს დაგინიშნა და სასამართლო შეგახებს ამინისტია და გაგიჭირებს. ეს ხო სისულელეა. გაგიჭირდა ეს ემიგრანტები ისთვის გამოეცით მაშინ ესო. იგზავნა მე გამოეცვა. ამნა ეს სისულელებს ჩადიან ხო? არა მე და გაუგზავნე ახლა მე ამაში ოხანაშვილი იყო კომიტეტის თავმჯდომარე გაუგზავნე წერილი. ბატონო ოხანაშვილო. გამიმარტე ადვოკატი ვარ ხო? მეკითხება ჩემგლი. გამიმარტე რო შეეხო ამ ჩემ კლიენტს ამინისტია და არის ამერიკაში. რაკნას საელჩოს მიმართოს იქ განცხადებით რომ ჩემი განცხადება გადაეცი და სასამართლო განიხილოს აქ უნდა ჩამოვიდე. აქ უნდა ჩამოვიდე ჩაждდეს. ეს რა ბიუროკრატიაა გაზა. ნუ საოცრება რა. ამას ვერ მოისმენ ვერცად სამყაროს ვერცად კუთხეში რა. ვალერ პროვინციალიზმია იცი. ამიტომ თუ აკეთებ გადალოცულებო მარილი მოაყარეთ რა, ნუ პიმპილი თუ რა მარილი ხო. ეხლა მაგდების ხო იურიდიული განათლება აქვს თუ არა ვსტები შევიზე საუბრობთ. ესეთი როგორია დიპლომი უნდა გაუქმო მაგაც. როგორ შეიძლება ამნე რაღაც როგორ უნდა ჩაწერო განონში. ჩაჯეკ ციხე და მე შეგეხებაო. მერეო. თუ არ ვიცი. თუ მე ხება ციხე შატოვა ჩაიგე. არა. ნარის ვალერი ყო 5 წუთი დაბშა. მე ვთვლი რომ ეს უნდა დაინგრეს. აი სიბინძურია. რაც არის ეს აი მაპატიოს ყურებთ შეიძლება ცუდი შედარება, მაგრამ მე მინახია ნაკელს რომ აგროვებენ და მე აშრობენ მეებს საკურაჟელი საშილელებიც მინახია. ან უნდა დაეთხოვოთ ამ ამბავს. ან ახალი სისტემა უნდა შექმნათ ამ ფაზაში. არა, მე მაინც მგონია რომ ხარახან თუ პრემიერი არ უგდებს ყურს ასეთ რამეს. წავიდეს უნდა. აი ბუმერანგი, ხო იცის ბუმერანგი რა, დაუბრუნდება ეს ამბავი. არა და მაგით თუ ბიზინა ივანიშვილი არ არის ახლა ბიზინა ივანიშვილი სპეციალისტი რომ მას მოთხოვო, ახლა პრემიერი იურისტია, მას უნდა მოთხოვო, ხო? მაშინ ბატონ ბიზინასაც, ბატონ პრემიერსაც როგორც მოქალაქე ისე ვთხოვ რომ სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში მოაქციეთ ყველაფერი, ასე არ შეიძლება. არ მოაქცევენ, იმიტომ რომ ის აწყობთ უფრო. მე ვფიქრობ რომ არ დაგიჯერებენ. თქვენთვის ჯობია, ხა ჩემთვის არ ჯობია, ასე ეგონა ყველა ხელისუფლებას. სამყარო ნაპოლეონსაც ასე ეგონა, სტალინსაც ასე ეგონა. ყველას ასე ეგონა. ნაპოლეონმა კემას დაუტოვა ისტორიას ახალი ისას. არა, მაგრამ როგორ დაასრულა სამარცხვინო. კი, არა, გეთახმები, მაგრამ იცი რა არის, ვალერი პატარა ერი ვართ, არ შეიძლება უფლება არა გვაქვს რომ აი ჩამოვანგრიო და ჩამოვშალოთ ქვეყანა და მიყავთ, თვითონ მიყავს ხელისუფლებას აი აბსურდულ მდგომარეობამდე თავიანთი ხელობითა თუ უხელოვნებობით სიბინძურემდე ჩამოიყვანა საქმე ვალერი მართა არის ახლა შეიძლება არ უნდა გიყვებოდე წუხერეს ხალხო ამის 12 საათი 11 საათი 12 საათამდე რაღაც უცნაური ქუჩა არის ბათუმში და იქ ვიდექი მარშრუტის ღოლები 5-6 კაცი იყო და 1 საათი ადრები და იქ საუბრები იყო მე არ მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის თუ ვის ეკუთვნის არ ვიცი ისე ილანძღებოდნენ ესე იგი სამარშრუტო მოდიოდა თურმე 80-ით არ წოდია რომ იქ 70 ეწერა. ნუ სხვაჭერს შეიცვალა ადრე თუ 80 იყო, ახლა 70 უნდა იყო. 500 ლარი დააჭარბეს სამარშრუტო ტაქსის ყოლი, რომელიც ღამე მოდიოდა. ვითომ არაფერი არაა. და არ არის ეს, ორი 500 ლარი ძალიან დიდი თანხა, პენსია, აი ადამიანს რაც პენსია აქვს, იმისთანაც მარშრუტის ზღოს რომ დაუწესებ ღამე, კაცი იყო ნერვებოშლი რა, გაგიჟებული იყო. არ არის ეს ნორმა 10 კილომეტრით მოიმატა სიჩქარე თუ ამის გამო 500 ლარი ან თავიანთ თავს არცემენ პატივს ამ ფინანსთა სამინისტროს არცემენ ვერ ამოგიღები ამასინად შემრათავს
ხონდა ვადა გასული ტეხასმოტრი ეგრეთ წოდებული ტექნიკური დაცვალი ხო გამართულობის და ერთ ჭკვიან კამერებს ვეძახი. ამ კამერაზე სამჯერ ქონა გავიწყინა გამოვიდა. შენ მოყავი იქეთ კვირებში. 3000 ლარიანი ჯარიმა დაუწყო. აი ესე ფაშიზმია. ეს ნორმალურია ხალხო. ტრებს იძენენ. თელი ყველა მძღოლი უკვე დედასაგინებს პარლამენტარებს რა. რატო იღებთ ეგეთ ბინძურ კანონებს? ხალხი წოდვა, ხალხი მართლა წოდვა, ხალხი როგორ შეიძლება ეს 60 იარეო და 80 გაიერა და 500 ლარი დააჯარიმ. ეს არის საათ გურიის ტრასაზე არავინ არ იყო თუ იქ 90 იყო ბიჭქარი. შეიცვალა 80 კი არ იყო 90 იყო და ჩამოიყვანეს მე 80 და მე 70. ანუ არც ხალხს არ აფრთხილებენ რომ მოძრაობის წესები შეიცვალა. ტელევიზია რისთვის არის? გამოდი დაიწყე პროპაგანდა უცვლით ამ წესებს. სპეციალურად არაფერი კანონის არ ცოდნა არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გაქცევას. ეს პრინციპი არსებობს. კლიშეა, იდიოტური კლიშეა. ამ ხელმძღვანელს გარე რა მოხდა არ იცი ეს. მაინც უნდა დაჯარიმდეს. უნდა ცოდნოდა. ესე გუნა შეხვიდე ძღოლი ვარ და მთხოვს რომ ელექტრონულ საიტებზე შევიდე და იქ მოუძებნო რა შეიძლება ძღოლს მთხოვს მე სიგნი არ გადამიშლია ცხოვრებაში და მე უნდა გადასულიყო აი ისე აგინებდნენ ნამთავრობას ვალერი შემეცოდა იცი ხალხი როგორ შეიძლება იცი და მართლა შეიძლება თუ ახლა არ შეიძლება 500 ლარი თუ გემძღობს სხვა ყველა მძღოლი ვილუდაც შრომებენ თქვენ არ იცი 20 ლარიანი ჯარიმები იყო გახსოვს და თქვენი ეთერით რო თქვა ბიზნა ივანიშვილმა რომ აუქმე თან შევამცირებდა როგორ გამეხარდა ვადაჟორის მეთქი მოვიდა კაცი სამართლიანი რა კაცი მეთქი არა ჩემოვალერი მოდა თქვენ რაიონი შერისხულია ისტორიის ეხლა გადახედა და შესრულება არ იციან სხვაჩერე ბიზინა მე მართა მახსოვს ის მაშინ ჩემოთახში აი მაგიდაზე იჯექი აკეთავ ხარ და მაშინ თქვი რომ რამბავი არისო და მართალი ვიყავი მაუცილარი დიდი ფული იყო მაშინ ეხლა არაფერი ფული რო არა მაგრამ 500 ლარზე რო აკავთ ნუ არ ვიცი, აი მტერია ის არის ქართული სახელმწიფოს მტერი, ის მოიფიქრე და 500 ლარი დაგააჯერა. რატო ეს ბიუჯეტს ავსებენ? ეს არა, ვარერი ინფლაციას ავწელებენ. ბიუჯეტს ავსებს როგორ შეიძლება ჯარიმებით და იმებით განაჩენებით ბიუჯეტს. მე დღეს საიკითხე შენ არ ვიცი, აი იცი თუ არა 174 თუ 76 მილიონი შემოვიდა 7 თვეში ჯარიმებით. კოლოსალური ციფრია, ვალერი. ჯარიმებით, აი რა, 900.000 ის. ეგ ნერონის და კალიგულას ცნობილი ამბებია. აი, ზუსტად ლაგაბავია და აქეთკენ მიდიხართ კალიგულა, მონაგონი იქნება თქვენ როგორ შეგაფასებენ ისტორიულად და დაფიქრეთ ხალხო რა, დაფიქრეთ. პენსია არ აქვს 98% იმას პენსიონერს 500 ლარი, 410 აქვს 350 და 500 ლარიანს რო გამოუწყობ კაცონო, twini უნდა გქონდეს რა თავში რა. არ მინდა ხა ჩემ თავზე ისაუბროთ რა საცოდაობა შენ გენერალური არა ამ ქვეყანას სხვა პატრონი არ აყავს ჯერჯერობით ბიზნესს აყავს პატრონი და ისე ბიზნესს მიმართავს არ პატრონობს ვალერი არ შეიძლება მართა იცი ახლა პენსიის დონის ჯარიმა მძღოლს ის ხოლი და სუდეთის გინებაში იქნება ყველას 5 კაცი იდგა ახლა რა მაგ დასამალი იცი შემეცოდორენ 500 ლარი ვალერი ძალიან დიდი ფულია რომ ესე იგი 70 უნდა იაროს თურმე არ წოდნი არ ჩანდა რა ანუ ვერ დაინახა რაღაც ხო და ამას გეუბნები ამას თავრობა არ აკეთებს თავრობა პირიქით ამძიმებს რო და აი რუსები რო იტყვიან გირებს კიდევ ყველა დღეს ადამიანებს გირები ყველა ადამიანებს გირები და ჩამოგიდეულ ძლივს დავდივართ ხო და ანუ როცა თავრობას აქვს ასეთი პოლიტიკა იმიტომ რომ თავი მოიწონოს ბიუჯეტი აქვს და პირველი ამას ინფორმაციას ქვემოდან არ კითხულობს ზემოდან ისმის ახლა ქვემოდან უთხრათ ბატონო ამ დღეში ვართ გაიგეთ ეს გირები ბოლოს და ბოლოს თავის ხალხო აი დაუკვირდით ახლა ბაპატი ერევანები დროში უკვე ამოვწურეთ რომ თელი კახეთი რასაც შრომობს 178,000 იმაში 178 მილიონი ლარი 7 თვეში ვერ მოიპოვებს თელი კახეთი სამეგრელო შეხსა თხილი ვისაც თხილის მაქსიმუმ 80 მილიონზე ავიდეს ჩუდოს ჯარიმებით უფრო დიდრდებიან ვიდრე კახეთის ღვინით და სამეგრელოს თხილითა და ანუ ეკონომიკიდან კი არ ივსება ბიუჯეტი. ო აი მაგრამ ვერ ხვდებიან არ უნდა ბიუჯეტი ალბათ პარამეტრიც არ არის. საბიუჯეტო შემოსავლების წყაროები ხო
წინასწარ დგინდება ბიუჯეტის, როცა დგება ბიუჯეტი, წყარო დგინდება. აქ ახლა შემოიღეს ესა ჯარიმებიდან შემოსული თანხები. 178 მილიონი. რა იყო წყარო გახადეთ ბიუჯეტის, რა იყო სადა რომელიმე ფინანსისტი მოვიდეს და თქვას, რომ ჯარიმა არის ბიუჯეტის წყარო. ფაქტიურად ესეა და ნუ ეს ბოროტება ხალხი ახლა კი თბილისში მე მგონი 709,000 მანქანა მაგრამ ჯამში საქართველოში 2 მილიონი მანქანაა. ესე იგი ამათ იმედია რომ 500 მილიონი წართავ მძღოლები და მძღოლები გაგინებენ ხალხო მე ვნახე თვითონ ნორმალური კარგი მძღოლები იყვნენ და ესეთი გამწარებულები იყვნენ არ არის ეს 500 ლარი ერთ ღამეში აი 20-ით გადაჭარბებაზე ბოროტება მოიმკია ცუც. მადლობა ვალერი მათა მახარებს რომ ჩემი სტუმარი ხარ მე მგონი მწვავე თემებს შევეხედა. როგორ არის ანუ პატრონით მამულსა კაცშაბაბით ხო არა ეს ყველაფერი არის სოციალური თემატიკა. ამათ გონიათ რომ ჩვენ ახლა პოლიტიკურად არა სოციალურ-ეკონომიკური თემატიკა და შენიშვნებს გაძლევთ გაკრიტიკებთ იმით რომ გამოასწორეთ. ვეჭვობ რომ გამოასწოროთ. მადლობა ხალხო როგისმენთ გემშვიდობებით ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.